სამყაროს ისტორიის მე-6 დღეს უკვე ანგელოზი დაცემული. ანუ წინ უსწრებს ანგელოზის დაცემა ადამიანის. შესაბამისად, წინარე დღეებში უნდა ვეძებოთ კონკრეტული ჟამი. ჩვენ თუ პატრისტიკულ წყაროებს შევისწავლით, იკვეთება ორი პასუხი, თუ როდის დაეცა ანგელოზი. ერთი პასუხი უკავშირდება წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელს, დიდ მოძღვარს, მეორე პასუხი დაცული არის ნეტარი ავგუსტინეს ეგზეგეტიკაში. მოდით დავიწყოთ წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელით. დიდი მოძღვარი ასეთ რამეს ამბობს, ანგელოზის დაცემა მოხდა ჰექსემერონის რიგით მე-4 დღეს. ანუ ჩვენი პირველი მშობლების შექმნამდე 2 დღით ადრე. რიგით მე-4 დღეს. ეხლა თავისთავად ცხადია, მან უნდა მიგვითითოს წყაროზე, საიდან მიიჩნევს ის, რომ მე-4 დღეა შესაქმისა ანგელოზის დაცემა. ის ასახელებს იობის წიგნს. კერძოდ, ბიბლიაში შემავალი ერთ-ერთი წიგნი, იობის წიგნი, ასე ეწოდება მას, ერთგან ასეთ უწყებას გვამცნობს. როდესაც ღმერთი ქმნიდა მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ანგელოზები განადიდებდნენ საკუთარ შემოქმედს. წმინდა გერმანე ასეთ სახის მსჯელობას გვთავაზობს. რატომ გაამახვილა იობის წიგნმა ყურადღება, რომ ნათობების შექმნის დღეს, ანუ რიგით მე-4 დღეს, ანგელოზები ადიდებდნენ საკუთარ შემოქმედს. ეხლა უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი, ანგელოზები მარადის უგალობენ საკუთარ შემოქმედს. საეკლესიო სწავლება ასეთია, სხვა ტერმინის გამოყენება შეგვიძლია, დაუდუმებლად განადიდებენ საკუთარ შემოქმედს. რისი თქმა მინდოდა, იცით, ანგელოზები ღმერთს განადიდებენ ჰექსემერონის პირველ დღესაც, როგორც კი ისინი არსებობაში შემოდიან, მეორე დღესაც, მესამე დღესაც, მე-4 დღესაც და ასე შემდეგ, დღევანდელ დღესაც. შესაბამისად, რატომ გამოკვეთა იობის წიგნმა საკუთრივ მე-4 დღე? ამის მიზეზი რა იყო? და წმინდა გერმანეს მოაქვს განმარტება, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვეფუძნებით. რადგან დროის ჩვენეულ ათვლაზეა ლაპარაკი, თავისთავად ცხადია, ჩვენ ადამიანები ვარ და ჩვენეული ათვლა გვჭირდება მოვლენის შესაფასებლად. რადგან ჩვენეული გაგებით და ჩვენეული გააზრებით დროისა ზეცაში ამბოხი ჰექსემერონის რიგით მე-4 დღეს აღსრულდა და სწორედ მაშინ დაუტევეს მათ თავიანთი მშობლიური წიაღი, ანუ ზეცა, ანუ ღმერთთან ახლოს მყოფობის მდგომარეობა შეიცვალა და საეკლესიო სწავლებით მოგეხსენება დედამიწაზე იქნენ გარდამოყრილნი, ასეთ რამეს გვეუბნებიან ეკლესიის მამები და არა მარტო, მათ შორის წმინდა წერილშიც იგივე სწავლება წარმოდგენილი და ეს იხილეს დანარჩენმა ანგელოზებმა, ანუ ზეცაში დარჩენილებმა, კეთილი არჩევანი შემნარჩუნებელმა ანგელოზებმა, მათ საკუთარი შემოქმედი კიდევ უფრო დიდი მადლიერებით, კიდევ უფრო დიდი გულისხმიერებით განადიდეს. ანუ უფრო სხვა კუთხიდან თუ შეიძლება იგივე შინაარს ცოტა განსხვავებულად ვიტყვი, უფრო გასაგები გახდეს, როდესაც ზეცაში დარჩენილი დაუცემელი ანგელოზები ხედავენ შედეგი როგორი დადგა ღმერთთან დაპირისპირების მიზეზით, რომ ზეციური წიაღი დაუტევა გარკვეულმა ნაწილმა უსხელო ძალებისა და უკეთურებაში შთაეკვეთა, კიდევ უფრო აღმატებული მადლიერებით და სიყვარულით განადიდებენ საკუთარ შემოქმედს და აი მიზეზი იობის წიგნის ავტორისა, როდესაც ის გვიკონკრეტებს, რომ მე-4 დღეს მზე, მთვარე და ვარსკვლავებს ადიდებდნენ ანგელოზები, გახლავთ სწორედ ეს დაცემა ამ დროს აღსრულდა, ზეცაში დარჩენილი ანგელოზები ღმერთს უფრო მეტი გულმოდგინებით განადიდებენ და აი ეს სწავლებაა მოტანილი ბიბლიურ წიგნში, ძველი აღთქმის ბიბლიურ წიგნში, რომელსაც იობის წიგნი ეწოდება. ეს გახლავთ პირველი აზრი პატრისტიკულ ლიტერატურაში დაცული, რაც შეეხება მეორეს, ნეტარი ავგუსტინე. ის გვეუბნება, რომ ანგელოზის დაცემა მოხდა პირველ დღეს, ჰექსემერონის პირველ დღეს. ანუ ამ სამყაროს ქმნილების, მოდი ჯობია ეს ტერმინი გამოვიყენოთ, ქმნილების შემოყვანისთანავე, მალევე პირველი დღე მოგეხსენებათ დროს თუ გამსაზღვრავთ დასაწყისია, ესე იგი ამ ქვეყნიერებისა რა. ამ საკითხთან დაკავშირებით მაცხოვრის პასუხი ფარისევლებთან დასაბამად კაცის კვლევა. აი ზუსტად ამას ეფუძნება ნეტარი ავგუსტინე, ისევე როგორც წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელს, მასაც უნდა კონდეს არგუმენტი, უარგუმენტოდ საღვთისმეტყველო სწავლება არ გამოითქმის, ყველა დებულება, ყველა მოძღვრება შესაბამისი არგუმენტებით არის გასამყარებელი. რა არის ნეტარი ავგუსტინის არგუმენტაცია, რომ ანგელოზი დაეცა ანგელოზთა დაცემა მოხდა პირველ დღეს. ასეთ განმარტებას გვთავაზობს ის სახარებაში ერთგან მაცხოვარი ამბობს შემდეგ სიტყვებს. ეშმაკი მამა თქვენი დასაბამიდან კაცის კვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დაემკვიდრა. ნეტარი ავგუსტინე ასეთ განმარტებას გვთავაზობს. აქ ეს წინადადება ორ ნაწილად უნდა დავყოთ. და ეხლა ამჯერად ცალ-ცალკე წარმოადგენთ, ეშმაკი მამა თქვენი დასაბამიდან კაცის მკვლელი იყო, პირველი ნაწილი დასრულდა და ჭეშმარიტებაში არ დაემკვიდრა, დამასრულებელი, ანუ მეორე ნაწილი წინადადებისა. ტერმინი დასაბამიდან ამ ციტატაში დამოწმებული ეშმაკი მამა თქვენი დასაბამიდან კაცის მკვლელი იყო. ამ შემთხვევაში გვიჩვენებს იმას, რომ როგორც კი ადამიანი შემოვიდა არსებობაში, ყისვე ანგელოზი დაუპირისპირდა მას, რადგან უკვე დაცემულ მდგომარეობაში იმყოფება და ღვთის ხატისებრიობის საკუთარ თავში დამტევ ქმნილებას, ანუ ადამიანს, ის ასე მშვიდად და მარტივად ვერ შეიწყნარებს
ესე იგი განსხვავებული სიძულვილი თუ შეიძლება ასე ვთქვათ უპირისპირდება და აი ამის მაჩვენებელია ადამიანის შექმნისთანავე მისი სურვილი ანუ დაცემული ანგელოზის სურვილია რომ დაუპირისპირდეს ღვთის ხატისებრიობის მქონეს მაგრამ იგივე წინადადება ჩვენ სხვა რამესაც გვასწავლის როგორც აგრძელებს განმარტებას ნეტარი ავგუსტინე კერძოდ იმისთვის რომ სწორად გავაცნობიეროთ შინაარსი ამ წინადადებაში დაცული ერთი ესე იგი მნიშვნელოვანი ჩარევა უნდა მოვახდინოთ ნეტარი ავგუსტინეს სწავლების შესაბამისად ტერმინი დასაბამი უნდა გავაორმაგოთ რას გულისხმობს გაორმაგება ამჯერად უკვე ავგუსტინესეულ ვერსიას ვიტყვი სახარებისეული ამ ციტატისა მაცხვარი შემდეგ სიტყვებს გვეუბნება ეშმაკი მამა თქვენი დასაბამიდან კაცისკვლელი იყო და დასაბამიდან ჭეშმარიტებაში არ დაემკვიდრა. ანუ ერთგზის გამოყენებული ტერმინი დასაბამი წინადადების ორივე ნაწილს მიემართება, რომ ეშმაკი დასაბამიდანვე კაცისკვლელი იყო, ამას განგვისაზღვრავს და რომ დასაბამიდანვე ჭეშმარიტებაში არ დაემკვიდრა. როგორ იწყება წმინდა წერილი? დასაბამად ხნა ღმერთმან საიდა ქვეყანა. ეს დასაბამი ძალიან ჩაღრმავების შესაძლებლობა ჩვენ ახლა არ გვეძლევა და მოკლედ თუ შევაჯამებთ უტოლდება რიგით პირველ დღეს ჰექსემერონის რიგით პირველ დღეს რა დროსაც არსეობაში შემოდიან ანგელოზები აი ამიტომაც რადგან წმინდა წერილმა და საკუთრივ მაცხოვარმა ჩვენ გადმოგვსა სწავლება რომ ეშმაკი დასაბამიდანვე ჭეშმარიტებაში არ დამკვიდრდა ეს მიგვითითებს იმას რომ სამყაროს ისტორიის დასაწყისში ანუ უფრო გასაგებად თუ ვიტყვით ჰექსემერონის პირველ დღეს ზეცაში მოხდა ამბოხება საკუთარი შემოქმედის წინააღმდეგ ამ გარკვეული უსხეულო ძალებისა და ისინი გარდამოყრილნი იქნენ ესე იგი დედამიწაზე როგორც უკვე ვთქვით საეკლესიო წყაროებში ეს ორი მოსაზრება იკვეთება ორივე წარმოადგენთ გავახმოვანეთ და აი ესე შეჯამების სახით ასეთი რამ შეიძლება ითქვას